მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით, ნათესავებო, მოყვარს რომ მშვიდობა გქონდეთ სამშობლოში, ოჯახში, სულში, გულში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს და არაფერია დაკარგული, ოღონდ ჩვენი ერთიანობა იყოს და ოღონდ ჩვენი გამრავლება იყოს და ეს თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა და შემდეგ დამსახურება იქნება თუ ეს მოხდება. გავისარჯოთ ამ სფეროში, ძალიან გავისარჯოთ. საზეპურვერი ვართ, ხილულად საზეპურვერი ვართ და ყველაფერი ის ფასეულობა, რაც ჩვენ გვაქვს, რაც ხილულია, არის ხელიხალ საგოგმანები, გადასარჩენი და მისაყვანი შემდეგ საუკუნეებში. დიდი მადლობა ყველაფრისთვის ამ ტელევიზიას, ამ დიდებულ ტელევიზიას, ამ დიდებულ გუნდს, აი ჩემი და გეგა ხვედელიძის კვლევათა პოპულარიზაციისათვის ჩვენი გადაცემები არის იმისი საშუალება, რომ ჩვენი აღმოჩენები, მათ შორის მიტროპოლიტან ანია ჯაფარიძის სწავლებანი ხშირ შემთხვევაში წარმოგიდგინოთ ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა. ბატონი გია დიდი ადამიანია, ქველმოქმედი ადამიანია, სწავლული ადამიანია, მრავალმხრივი ადამიანია და მე მიხარია, რომ ამ ადამიანმა აი სულ სხვა გადაცემაში, სულ სხვა ფორმატით შემომთავაზა და ერთად გადავწყვიტეთ და შეიძლება ითქვას ძალიან გამახარა, რომ ჩვენ ერთად უნდა ჩავატაროთ შეიძლება მგონი სწორი გამოთქმაა პირდაპირ ეთერი, ონლაინ გადაცემა და თქვენ გვერდში ვიქნებით და ყველა კითხვა რაც თქვენ გაგიჩნდებათ გნებავთ იმ თემაზე, რადგანაც მე თქვენთან ვისაუბრია, გნებავთ იმ თემაზე, რადგანაც შემდგომში გვექნება ხოლმე ხან საუბარი და ხან კვლევა, იყოს თქვენგან დასმული და ჩვენ კიდე გიპასუხოთ. მე და გეგა გიახელით დღეს, როგორც ყოველთვის, ხვედელიძე, ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი, დიდებული ადამიანი, დიდებული ქართველი, მრავალშვილიანი მამა, ღვთისმოსავი კაცი. შეიძლება თვითონ იუკადრისოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ღვთისმეტყველი კაციც ძალიან დიდი მოყვარულია იგი საეკლესიო მწერლობისა და ამ სფეროში ძიებისა. დიდი მადლობა მეას მეგობრობისათვის და თანამშრომლობისათვის. მე და გეგამ დღეს უნდა შემოგთავაზოთ შემდეგი თემა და თავიდან ვიტყვი ამ ზღარებას, რომ არსებობს ორი ისტორია და იმ ისტორიამ, რომელიც იწყება მწვენი აკიდებას და მერიდევა კიდევაც ამას ისტორია დავარქვა, რომელიც იწყება ეგრეთ წოდებული ისტორია 200 მილიონი წლის წინ და 300 მილიონი წლის წინ და ინფუზორიიდან და ამებადან და სალამანდრადან დღემდე მოდის, სულ დაანგრია ერის მცნება, სულ დაანგრია მოსპო ენის მცნება და ასე შემდეგ მოგეხსენებათ გამარჯვებული აზრი, რომ თითქოს და აი ეს ეგრეთ წოდებული ადამიანები მრავალი მილიონი წლის წინ შორისდებულებით ლაპარაკობდნენ და მე შორისდებულები გადაიქცა თუნდაც ისეთ ენად, როგორც ახალი ენებია და მით უმეტეს ისეთ ძველ, დიდებულ, მდიდარ, საოცარ ენად, როგორც ქართული ენა, ამისი არ დანახვა არ შეიძლება და მეორე ისტორია, რომელზედაც უკვე შესაბამისად ჩვენ ვაკეთებთ ფოკუსირებას, არის ბიბლიური ისტორია, ის ლოგიკური ისტორია, როდესაც ჩნდება მოაზროვნე ადამიანი, ღვთის უდიდესი საჩუქრის, ანუ სულის მქონე ადამიანი და რომელიც მსგავსია ღვთისა, ეს არის 7629 წელი. და რა შედგა, როგორ შედგა, რანაირად შედგა იმ ეპოქიდან და ეს ყველაფერი დაწერილი გვაქვს და ეს დაწერილი უარყოფილია სამწუხაროდ. აი მე ცალკე მოხარული ვარ გეგა ხვედელიძესთან ძმობით, მეგობრობით და ცალკე უსაზღვროდ მოხარული ვარ, რომ მან შექმნა ესეთი შეიძლება ითქვას ფორმულირება და ახსენა შექმნა ესეთი ტერმინი, მოდით ასე ვთქვათ, ეს არ არის უცხო სიტყვა, უკვე ჩვენში გამჯდარია, ფუძეერი, ფუძე ქვეყანა. არსებობდა ფუძე ენა გაბოთქმოთ, აი ფუძეერი შეიძლება ითქვას, რომ ხაზგადასმული იყო და კიდე ერთხელ გამარჯობა გეგა, კიდე ერთხელ მადლობა გეგა და მოდი აი ჩამოვაყალიბე
ქრისტიანული მწერლობით დაწყებული ბიბლიიდან გაგრძელებული საეკლესიო მწერლობიდან ფუძეერის არსი და მისი შინაარსი და ფუძე ქვეყნის არსი და მერე აი გეგა რო ჩამოვაყალიბებს მერე უკვე შესაბამისად უკვე ამ მიმართულებებზე და გამრთობაზე ერთად ვისაუბრებთ მე და გეგა თქვენ შემოგელოთ მოგესალმებით წყალობასა და მშვიდობას გისურვებთ და ჭეშმარიტების გზაზე სვლას ეს ისტორია ჩვენი ერის ისტორია ეს არის ნამდვილად ბიბლიური ისტორიის ნაწილი საქართველოს ისტორია არის სულიერი ისტორია სულიერების გარეშე საქართველოს ისტორიის განხილვა და სულიერი ჭრილის გარეშე საქართველოს ისტორიის განხილვა ყოველთვის მიდის რაღაც ისეთ გაუგებრობებამდე რომელიც ფაქტობრივად დეზორიენტაციის ერთ-ერთი წინაპირობაა ერისათვის. ანუ, როდესაც ერი ივიწყებს თავის ნამდვილ ისტორიას, თავის ნამდვილ ფესვებს წყდება, გადაუხვევს იმ თავარი ნიშნულებიდან, რისკენაც უნდა იყოს ის ორიენტირებული, მაშინ უკვე ერი იწყებს განადგურებას, სულიერ და ფიზიკურ განადგურებას და ისტორიის რღვევა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ აი ეს მოხდეს. ღმერთმა ამისგან დაგვიფაროს. ეხლა მე ძალიან მიყვარს ცხოველთა სამყარო, ძალიან მიყვარს ბუნება, ბავშვობიდან ზოოპარკში შესვლა მიხაროდა ხოლმე მაიმუნების ვოლიერთან, რო უყურებდი მოთამაშე მაიმუნებს დარბოდენ და ვერთობოდი ხოლმე ამით. აი დღემდე ეხლა რო ხედავ მაიმუნს, რაღაც საყვარელ ლამაზ გრძნობებს იწვევს ჩემში, მინდა ვთქვა, მაგრამ არასდროს დაშვების დონეზეც კი არ დამიშვია მე ის რომ ის იყო ჩემი შორეული წინაპრის რაღაც ნათესავი ბაბუის ხაზით და ამხელა შეურაცხყოფაა და ეს არის ღვთის ხატა და მსგავსად შექმნილი ღვთის ხატების ადამიანის ღვთის ხატების უდიდესი დაკნინება შეურაცხყოფა და თავად ღვთისგმობა და ღვთის შეურაცხყოფა არის როდესაც ადამიანს გონია რომ შიმპანზე და ორანგუტანგი არის მისი ხორციელი ნათესავი ეს არის ძალიან დიდი გმობა და ღმერთმა დაგვიფაროს ამ გმობისგან ეხლა რაც შეეხება ფუძეერსა და ფუძე ქვეყანას რაზეც ნუგზარმა ისაუბრა რა ჩვენ იცით რომ წიგნის შევქმნით ამ ქვეყნიური სამოთხე ეს იყო ედემის ბაღის ამ ქვეყნიურ მდებარეობასთან დაკავშირებული გამოკვლევა ამაზე უკვე წიგნია დაწერილი და გამოცემული გადაცემებშიც გვისაუბრია ამის შესახებ ეს იყო 4 მდინარის სათავესთან მდებარე ედემის ბაღი ტიგროსის ეუფრატის ჭოროხისა და არაქსის სათავეებთან მდებარე ამ სათავეებიდან ამ სათავეებთან მდებარე რეგიონში, რომელიც არის დღევანდელი ტაო-კლარჯეთის, სასპერეთის, ბაგრატიონთა მამულის ტერიტორია, ისტორიული საქართველოს, ისტორიული ქართლი, ჩვენი ისტორიული ძირძველი მიწა და ქართული კულტურისა და ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფუძე და კერა, აი სწორედ იქ ჩვენი კვლევითა და ლოგიკური და ყველანაირი ანალიზებითა და დასკვნებით მივედით იქამდე რომ სწორედ იქ მდებარეობდა ამ ქვეყნიური სამოთხე ანუ ედემის ბაღი. შემდეგ წარღვნის დროს სანამ წარღვნა მოხდებოდა ეს ბაღი ესე იგი მამათა სწავლებით ღმერთმა ზეცად აღამაღლა და იმ ადგილას აღარაფერი აღარ დარჩა და მე ეხლა რა თქმა უნდა წყლით დაიფარა. თვითონ ბაღი აღამაღლა უფალმა ზეცაშიას ასე ამბობენ მამები. ანუ იქ აღარ დარჩა, მაგრამ მდებარეობა იყო კონკრეტული მდებარეობა მისი დედამიწაზე კონკრეტული ადგილი დედამიწაზე, ამაზე თანხმდება ყველა დიდი მამა და ღვთისმეტყველი, გინდა ბასილი დიდი და სხვა, რომ ის იყო დედამიწაზე მყოფი ადგილი მდინარეთა სათავეებთან. და ის სწორედ ეს მდინარეთა სათავეებთან მყოფი ადგილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა, გამოძევების შემდეგ აი ეს არეალი კვლავ დარჩა კაცობრიობის გამრავლების პირველ წერტილად, პირველ საწყისად და წარღვნამდე პერიოდში სწორედ იქიდან განსახლდა და განეფინა ადამიანთა მოდგმა დედამიწაზე რა. ლოგიკურია ეს. როდესაც ხდება წარღვნა და დედამიწაზე ყველა ადამიანი კვდება გარდა ერთი ოჯახისა, ეს არის ნოეს ოჯახი, ნოეს ოჯახობა, რომელსაც ყავდა 3 ვაჟი, სემი, ქამი და იაფეტი და მათ ყავდათ შემდეგ მათგან გამრავლდა უпростоრად მთელი დანარჩენი კაცობრიობა. აი ბიბლიურად ეს ნოეს კიდობანი ჩერდება არარატის მთაზე, რომელიც ძველი წყაროების მიხედვით ეს არის კარდუს მთა, ეს არის ქართლის მთა და კარდუს მთაზე ივი არარატის მთაზე, რომელიც ურარტუს მთიდან მომდინარეობს და ის რომ ურარტუ ქართული სამყაროს ნაწილია, ამაზე წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე წერდა ქვათა ღაღატში
და დღევანდელ მეცნიერებს და არაკეთილ ძალებს უნდათ რომ ეს დაავიწყონ ქართულ ხალხს და ამოშალონ ჩვენი ისტორიული მეხსიერებიდან და ცნობიერებიდან ეს ფაქტი. აი სწორედ აქ ამ არეალში მოდის ნოეს კიდობანი და აქ იწყება კაცობრიობის კვლავ განახლება, კვლავ გამრავლება რა. სახლდება სემი, ქამი, იაფეტი, ნოეს ვაჟები და ისინი მრავლდებიან. ბიბლიაში წერია რომ ერთ პირი იყო ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. ეს რას ნიშნავს, ხო? ანუ ამათ გააჩნდათ საერთო ენა, რომელსაც ჩვენ კი არა და მთელი მეცნიერება დღემდე შეჯამებული და შეჯერებულია იმაზე, რომ ამას ქვია ფუძე ენა, ეს მიღებული ტერმინი არის, ფუძე ენა, რომელიც შემდეგ ხდება ამ ენის დაყოფა და ბიბლიურად ხდება სწორედ გოდოლის შემდეგ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დანგრევისას, როდესაც ღმერთმა დასაჯა ბაბილონის გოდოლი, მაშინ ხდება ამის რღვევა, ამ ენის დაშლა და ენებად და ერებად კაცობრიობის გაფანტვა და მანამდე ერთ პირი ერთ ენაზე მეტყველი რას ნიშნავს, ხო? ანუ ეს არის საზოგადოება, ხალხი, მოდგმა, ერი, რომელსაც ჩვენ ფუძეერი ვუწოდეთ, ადამიანები, რომელსაც ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ დაახლოებით წარღვლიდან გოდოლამდე ეს არის 5-6 საუკუნის, ანუ 500-600 წლის მანძილზე, აგერ ეხლა თურქეთის სახელმწიფო და ამერიკის შეერთებული შტატები და რამდენი სახელმწიფოა, რომელიც რამოდენიმე საუკუნის ისტორიას ითვლის, რაც სახელმწიფოებრივად შედგნენ, მაგრამ ისინი უკვე ეროვნულ თვით იდენტიფიკაციას ახდენენ, რა? და ბუნებრივია რომ ეს ხალხი, რომელიც ერთად ცხოვრობდა, გააჩნდა ერთი ენა. ანუ საკომუნიკაციო ერთი საშუალება, ენა განსაზღვრავს ცნობიერებას, ენა უდრის ერს, ენასა და ერს შორის ტოლობის ნიშანსაც სვამენ ხოლმე, მაგალითად, ასეც არის ეროვნული იდენტობის მკვლევარები, იმიტომ რომ ენა ცნობიერების განსაზღვრელია და საერთო ცნობიერებაზე მყოფ ადამიანთა ჯგუფი არის ერთი ერი, ერთი ხალხი, ერთი ნაცია და შესაბამისად ის ხალხი, რომელიც ერთ ენაზე მეტყველებდა, ერთ კულტურას ქმნიდა, ყოფა-ცხოვრების შესაბამისად საერთო მახასიათებლები გააჩნდა, ერთ ფუძეზე ცხოვრობდა, ერთ კერაზე ცხოვრობდა, შესაბამისად ის იყო ერის გარკვეული ფორმა. ეხლა ნაციონალიზმის მკვლევარებში მიღებულია რომ ერს, აი პიროვნული იდენტობის განმასხვავებელი ერთ-ერთი რა არის, რომ მე ვარ შენ ხარ, მე შენგან თავს ვანსხვავებ, რომ ეს განსაზღვრავს ჩვენს პიროვნულ იდენტურობას, რომ მე ვარ ნუგზარია და მე ჩემ თავს იდენტიფიკაციას უკეთებ, იმიტომ რომ ნუგზარია და გეგა. ასეც განსაზღვრავენ და რადგან მაშინ არ არსებობდა სხვა ერები, ამბობენ რომ ესე იგი ის ერი არ იყო, მაგრამ ჩვენ ვამბობთ რომ ეს იყო ფუძე ერი, ანუ წინა სახე ყოველი იმ ერისა, რომელიც შემდეგ შეიქმნა. ამას ნიშნავს, როგორც იყო ფუძე ენა, ანუ წინა ენა, რომლისგანაც ყოველი სხვა ენა შეიქმნა, ასე არსებობდა ფუძე ერი, რომლის დაშლითაც ყოველი სხვა ერი და მოდგმა ჩამოყალიბდა. ეს ფუძე ერი ერთ ენაზე მეტყველი და ერთი ცნობიერების, ერთი კულტურული და სოციალური იდენტობის მატარებელი ადამიანთა ერთობა ცხოვრობს ერთ არეალში, ერთ გეოგრაფიულ რეგიონში, ანუ იქ, სადაც გაჩერდა კიდობანი და საიდანაც გადმოვიდნენ. ამის მინიშნებაც არის ბიბლიაში, როდესაც წერია, რომ აღმოსავლეთის ქვეყნიდან დაიძრა ხალხი შინარის ველზე. ეს აღმოსავლეთის ქვეყანა სწორედ ის არეალია, ეს არის ვანის ტბის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიწები, ანუ ვანის ტბის მიდამოები, ვიდრე არარატის მთამდე, კარდუს მთამდე და კარდუს მთის გარემო მიმდებარე ტერიტორიებიც, ანუ ეს მთელი ეს ტერიტორია იყო განფენილი, განსახლებული, ჩვენ ამას ფუძე ქვეყანა ვუწოდეთ, ანუ არსებობს ფუძე ერი, შესაბამისად ამ ერის საცხოვრისი არის ფუძე ქვეყანა და ისინი მეტყველებენ ერთ ენაზე, არის ერთ პირი და ერთ ენაზე მეტყველი ეს ხალხი, ანუ ფუძე ენაზე. ესე იგი გვაქვს ფუძე ქვეყანა, ფუძე ერი და ფუძე ენა. აი სწორედ ეს არის ის გეოგრაფიული არეალი, რომელშიც ნოეს კიდობნისგან გადმოსulis შემდეგ მრავლდება პირველი კაცობრიობა, ანუ ფუძე ერი და ძველ ავტორებთან მე-19 საუკუნის ჩათვლით ამ ტერიტორიას ეწოდება ქალდეის ტერიტორია. შემდგომ ეხლა მე რომ ვინმე ეთნიკურ შოვინიზმში არ დამწამოს, ცილი ბრალი არ დამდოს, აქ ვაფიქსირებ რომ მე ყველა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობასთან და იდენტობის მატარებელ ადამიანთან, ეთნიკური და კულტურული იდენტობის მატარებელ ადამიანებთან, ანუ ჯგუფებთან, ყველასთან ვარ აბსოლუტურად იმ გაგებით განწყობილი და იმ იდეით განწყობილი, რომ ჩვენ ერთად უნდა ვკონსოლიდირდეთ როგორც თანამედროვე ნაცია, როგორც ერი და არავითარ შემთხვევაში მე არ ვანსხვავებ აქ მყოფ ეთნიკურ და ენობრივ ჯგუფებს იმ გაგებით, რომ ესე იგი ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ, ერთი ერი და ერთი ხალხი ვართ, მაგრამ
ფუნდამენტურად ხაზგასასმელია და დასადასტურებელია და ხმამაღლა უნდა ილაპარაკოს ამაზე ყველამ, მათ შორის მეცნიერებმა, ისტორიკოსებმა, რომ ამ გეოგრაფიული არეალის ბატონ პატრონი, რომელსაც დღეს დაფლებულია სომხეთის სახელმწიფო და შემდგომ იჩემებს ეს სომეხი მეცნიერები, რომ ეს იყო ურარტუს ტერიტორია და სომეხმა ისტორიკოსებმა ისე ვიმეორებ, მე ვაფიქსირებ ყველა საქართველოს მოხალხისადმის თანაბარ პატივისცემას, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, სომეხმა ისტორიკოსებმა და სომხურმა ისტორიოგრაფიამ უდიდესი სიყალბე ააგო და შექმნა, როდესაც ცილი დაგწამა ქართველ მეცნიერებს, შოვინიზმში ფაქტობრივად ქართველ მეცნიერებს იმპერიალიზმში ესეთი თეორიაც არსებობდა, რომ საქართველო არის მცირე იმპერია, რომელმაც აქ მყოფი ჯგუფები გაერთიანა და ესე იგი ურარტუ, რომელიც არქეოლოგიურად ფაქტობრივად შეუსწავლელია, რომელიც გამოუკვლეველია მე-20 საუკუნიდან ურარტუს, ესე იგი ურარტუს ქალდეველობა, ურარტუს ქალდეის ფუძეზე არსებობა ფაქტობრივად მეცნიერებამ დამალა და წაშალა. და უკვე ქართველი მეცნიერებიც აღარაფერს აღარ ამბობენ იმაზე, რომ ურარტუ საფუძველში არის ქალდეა, რომ ურარტუ წარმოიშვა ქალდეადან და ის ადგილი, ის კარდუს მთა, იგივე არარატის მთა, რომელსაც შემდგომ ეწოდა არარატის მთა, რამე თუ ურარტუ იყო, მანამდე იყო კარდუს, ანუ ქართუს მთა, ქართუ კი ნაწარმოებია ქალდეადან, როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებდა 2012 წლის საშობო ეპისტოლეში, რომ ქალდი, ქართი, ქართლი და ქართველი ეს არის საქართველოს ისტორიული გზის გაგრძელება ქალდეადან საქართველომდე. ანუ ფუძე არის ქალდეა, რომელიც შობს ქართლს და რომელიც შობს ქართველსა და საქართველოს. და სწორედ ეს გეოგრაფიული არეალი, სადაც ჩამოყალიბდა პირველი ფუძეერი, სადაც გაიზარდა პირველი აღმოცენდა, პირველი კულტურა და ცივილიზაცია დედამიწაზე წარღვნის შემდეგ. სწორედ გახლავთ ქალდეა. ქალდეა, რომელშიც დასახლდა პირველი ადამიანი და ყოველი ძველი ავტორი ცალსახად იმეორებს, მათ შორის საეკლესიო მწერლებიც და მათ შორის საერო ავტორებიც, რომ კარდუს მთა მდებარეობს ქალდეაში, რომ ურარტუს ტერიტორია არის ქალდეა, რომ პირველი ადამიანები სწორედ აი ეს ნოე და მისი ოჯახი მივიდა კარდუნიაში, კარდუელთა ქვეყანაში, გორდუენასაც უწოდებდნენ მას. ანუ ესენი ფუძეები ამ ტერმინთა სიმრავლემ არ უნდა დაგვაბნიოს. არ უნდა დაგვაბნიოს იმან, რომ სხვადასხვანაირად ყველა ერის მეტყველება სხვანაირად და სხვადასხვა ფორმებში გამოხატავდა. ამ ერთ არეალს, ამ ერთ ცივილიზაციას, ამ ერთ სივრცეს, როგორც არის გრუზინი, ჯორჯიან არის და სხვადასხვა, ხო? მაგრამ საერთო ჯამში ეს რომ არის ქართული სამყარო და ქართული ცივილიზაცია და ქალდეაც ნაწილი არის ქართული სამყაროსი და ეს არ არის ერაყის ქალდეა, როგორც დღეს აი ვიკიპედიაზე და სხვადასხვა ესე იგი მეინსტრიმულ საისტორიო წყაროებში ქალდეას დაგუგლავ, ქალდეას მოძებნი, აღმოაჩენ რომ ქალდეა ეწოდება ერაყში მყოფ ცივილიზაციას, არა? ეს არის აბსოლუტურად გვიანდელი მოვლენა. ერაყის ქალდეა აბსოლუტურად გვიანდელი მოვლენაა და სწორედ იმ ფუძე ქალდეადან, პირველი ქალდეადან, რომელიც ვანის ტბის და სხვა შორის ვანის ფუძეს ნიშნავს სიტყვა ვანი. ესე ძალიან ნიშანდობლივია, რომ ვანი ფუძის იდენტური ტერმინია და ვანის ტბაც რაღაცა ფუძე ტბაც შეიძლება ასე ვთქვათ. და სწორედ იქიდან გამრავლებული კაცობრიობა, ვანის ტბის არეალიდან, ანუ ქალდეადან, იგივე შემდგომი ურარტუდან, ქართლიდან, საქართველოს ძირძველი ისტორიული მიწიდან გამრავლებული კაცობრიობა, რომელიც მიდის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, სადაც მიდის, იქ აფუძნებს და ჩვენ გვაქვს პირინეის იბერია, რომელიც ბასკებს აქვთ იქ ქვია ესპანეთში. ასევე იბერიათ იწოდებოდა ირლანდიის მიწა, ხო, ბრიტანეთის მიწაზე. და ასევე არის ერაყის ქალდეაც. აქედან გასული ტოპონიმი, აქედან გასული ცივილიზაცია, აქედან გასული ტერმინი და ასეთი ქალდეები, ასეთი იბერიები, ასეთი ქართლები, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ მრავლად გვაქვს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, მაგრამ ჩვენ ვეძებთ ფუძეს, საწყის, საიდან დაიწყო ყოველივე. და ყოველივე დაწყებული რომ არის სწორედ იქიდან საიდანაც მოგახსენეთ, ჩვენ სასარგებლოდ მეტყველებს ყველა ძველი ისტორიული და თეოლოგიური წყარო მათ შორის, ანუ საეკლესიო მწერლების მიერ ნათქვამი გამოკვლევებიც ჩვენ სასარგებლოდ მეტყველებენ, ძველ ავტორთა გადმოცემები, ძველი მოგზაურების, ძველი მკვლევარების ჩანაწერები, ყველაფერი ის რაც მე-20 საუკუნემდე, მე-19 საუკუნის ჩათვლით იწერებოდა, მეტყველებს ჩვენს სასარგებლოდ, რომ ეს არეალი, ვანის ტბის მიდამოები
ურარტუს ეგრეთ წოდებული ეს დღევანდელი ანუ არმენიის ტერიტორია რაც არის და უფრო ადრე იყო უფრო ადრე ქალდეა, არის სწორედ ის ფუძე ქვეყანა, არის სწორედ იმ ფუძე ერისა ცხოვრისი და ფუძე ენისა და ერის და კულტურის განვითარების პირველი კერა დედამიწაზე, საიდანაც გამრავლდა კაცობრიობა ვიდრე გოდოლამდე. და როდესაც იზრდება აღმოსავლეთის ქვეყნიდან შინარის ველისკენ კაცობრიობა, აქ ამ რეგიონში, ამ არეალში რჩება ჩვენ ამაზე მედანუგზარს გადაცემა ქონა 303 ოჯახი. ეს არის ქართლოსის ოჯახი, ანუ ჩვენ ვეყრდნობით რა კლიმენტი ალექსანდრიელის წიგნ სტრომატას, სადაც მოხსენიებული არ არიან იბერიელები, ბაბილონის შემდგომ გაჩენილ ერთა შორის, ამის საფუძველზე ვასკვნით და სხვა წყაროებიდან გამომდინარეც ჩვენ ვაკეთებ დასკვნას იმისა, რომ ერთი ოჯახი, რომელიც ნამდვილად არ წასულა გოდოლის მშენებლობაზე, ეს იყო ქართლოსის და მისი შვილების ქართლოსის ოჯახი, რომელიც განაწილდა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს იყო არფაქშადის ოჯახი, რომელიც არის პირდაპირი წინაპარი იოსებ დამწინდველისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, იმ წმინდა ოჯახისა, სადაც განხორციელდა მაცხოვარი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უბიწო წიაღში, აი სწორედ იმ ოჯახის პირველი წინაპარი არფაქშადი სემის ძე დასახლდა ვანის ტბის სამხრეთ არეალში, ჩრდილოეთით დასახლდა ქართლოსის ოჯახი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ანუ დაახლოებით არარატისთან მარჯვნივ დასახლდა, დაფუძნდა ნებროთი და მისი ოჯახი. აი ამ სამი ოჯახის გარდა დედამიწაზე აბსოლუტურად ყველა წავიდა გოდოლის მშენებლობაზე. ეს ხალხი მიდის გოდოლზე, მე ღმერთი ანგრევს ბაბილონის გოდოლს, შლის დედამიწიდან გოდოლს და მის კვალს ანადგურებს და ამ ხალხს ფანტავს. და მთელ დედამიწაზე მე გაიფანტა კაცობრიობა. გაიფანტა, დაიყო ერება, დაიყო ენება, დაიყო კულტურება და ცივილიზაციებად და სწორედ იქიდან იწყება კაცობრიობის ახალი ეტაპი, რომელიც საუბრის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მე ვარ და შენ რომ შენ ხარ, იდენტიფიკაციას ერთმანეთის მიმართ რომ ასე განსაზღვრავთ. ერთა შორის ეს განსხვავება სწორედ გოდოლიდან იწყებს სათავეს, როდესაც გაჩნდა სხვადასხვა ერები და ეთნოსები. მანამდე ერთ პირი და ერთ ენაზე მეტყველი იყო კაცობრიობა, ანუ იყო ერთი ფუძე ერი, როგორც ჩვენ ამას უწოდეთ და ამ ფუძე ერს ჰქონდა თავისი საცხოვრისი, ვანის ტბის მიდამოები, ანუ პირველი ქალდეის მიწა, პირველი ქალდეა და შესაბამისად და ლოგიკურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ქალდეველი გამოდის, ანუ მდებარეობიდან და იდენტობიდან ენიდან გამომდინარე, ფუძე ენიდან გამომდინარე, რომლის მემკვიდრე ენაც დღეს არის ქართული ენა, ის ენა, რაზეც ახლა ჩვენ მეტყველებთ, იმ არეალიდან გამომდინარე, სადაც ფუძე ერი ცხოვრობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ქალდეველი, პირველი ქალდეველები, პირველი ცივილიზაცია დედამიწაზე, ფუძე ერი, ფუძე ენა და ფუძე ქვეყანა. ეს არის ის პირველი ქალდეა, ის პირველი ფუძე, დედამიწის ის გული, ზოგიერთი ჭიფსაც უწოდებს, ანუ ეს არის ის პირველი საწყისი, სადაც იმ არეალში, იმ გეოგრაფიულ სივრცეში იყო პირველი დასაბამი ედემის ბაღიდან, მეორე დასაბამი არარატის მთიდან, სადაც გამრავლდა კაცობრიობა წარღვნის შემდგომ, საიდანაც დაიძრა კაცობრიობა ბაბილონის გოდოლის მშენებლობაზე, ანუ საიდანაც მოხდა დედამიწის გაყოფა და დანაწევრება ერებად და ენებად. აი ამ ფუძე ერს, ფუძე ქვეყანას და ფუძე ენას დროა რომ ჩვენ თამამად ამაყად, ღირსეულად ყოველგვარი შიშის, კომპლექსის და ესე იგი რაღაცა აბსურდული, ცრუ ისტორიული თეორიების და ყველაფრის გვერდის ავლით მტკიცედ უწოდოთ, რომ ეს არის ქალდეა, ქალდეის ფუძე, ქალდეის ქვეყანა და ჩვენ ვართ ქალდეველთა ერთადერთი დღეს დარჩენილი ცოცხალი მემკვიდრე, ქართველი ერი და საქართველო. შენ გენაცალი, ჩემო ძმაო, ისე კარგად ლაპარაკობ, რომ მე მგონია რომ ბევრ ეს არის ციტატა ერთ-ერთი დიდებული პიესიდან, ავტორი არის პოლიკარპე კაკაბაძე, მაგრამ მართლა მოხიბლული ვარ აი ამ ჩამოყალიბებით, შემოგევლოს ჩემი თავი, აი ამ განსწავლულობით, აი ამ ინფორმაციის ესე დალაგებისათვის. რაც ხშირ შემთხვევაში მე პირდაპირ ვიტყვი მიჭირს ხოლმე. მე ყოველთვის სამწუხაროდ აი ესე ხან სხვა თემაზე გადავდივარ, ხან სხვა თემაზე გადმოვდივარ და აი ეხლაც იგივე დამემართა, სხვა თემაზე გადავედი, ხო ხედავ. რო დავუბრუნდეთ ეხლა რამდენიმე მომენტ ჩავეჭიდები გეგას საუბრიდან. გეგა მახსენა ესეთი სიტყვები გორდიენი, კარდუენა, ქალდეა, ხალდეა და ასე შემდეგ და
ეს ძალიან ბევრისთვის შეიძლება დამაბნეველი იყოს ისევ ხას უსვავ, მაგრამ აი ვინც სემანტიკა იცის, ვინც გრამატიკა იცის, ვინც ენათმეცნიერებაშია ჩახედული და ასე შემდეგ და როგორც თვითონ ენათმეცნიერები ამბობენ. ყველა თან ხდება, რომ ესენი სინონიმებია. სხვანაირად უძახოდა მაგალითად პლუტარქე, სხვანაირად უძახოდა სტრაბონი, სხვანაირად უძახოდა ქსენოფონტე, სხვანაირად უძახის ბიბლია და ასე შემდეგ, მაგრამ ესენი ყველანი აბსოლუტურად არის თან სინონიმები და ამასთანავე შესაბამისად ყველა ერთი და იგივე რეგიონს უთითებს, აი რომელიც გეგამ აღწერა. ეს არის აი მერიამ რუკასკის სხვა მხრივ კიდე გაჩვენებთ და ეს არის აი ვანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და ასე შემდეგ და ესენი ყველანი არის სინონიმები და იქიდან მოდის კიდე ერთხელ ვიმეორებ დიდი ქართველი მეცნიერები ამბობენ ამას რომელიც ამწუხაროდ რატომღაც უარყოფილია ეხლა რომ ერთი და ეს არის ქართლიც იქიდან არის ეს სიტყვა გაჩენილი ქართლი და აი შესაბამისად იმ ქალდეას კვალი არის ის რომ დღეს ჩვენ ერს ქვია სახელად ქარ და ასევე აი ქორ აი ეს ხო არის უამრავი და სასწაული დიდი რაოდენობა გვაქვს ტოპონიმები ამისა აი მაგალითად სამხრეთ საქართველოში არის ქილდა ჩრდილოეთ საქართველოში მოდით ასე ვთქვათ სვანეთში არის ქალდე მე არის ესეთი ქორდი გორდი ხო ხდებით აი უამრავი ეს არის სასწაული რაოდენობაა დაფიქრდით აი თქვენ თვითონ დაფიქრდით და აქედან ნაწარმოების სიტყვები რომელიც საქართველოში სახელები თქვენ თვითონ მოიძიეთ რა ძალიან დიდი გავლენა აქვს აი ამ სიტყვას აი ამ მარს ნუ საქართველოში არის 20 25 30 35 საუკუნის წინანდელი სახელები ტოპონიმები უხსოვარ დრო დავარქვათ ამ უხსოვარ იმიტომ ქვია რომ კონკრეტული ლიტერატურა და ისტორია არა გვაქვს, თორე როგორ არის უხსოვარი. დიდი მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ბიბლია, მეტადრე დაწმინდელი იმამებისგან ნათარგმნი, რომელიც თან თარგმანია და თან რაღაც დონეზე განმარტებაა, ხო გეგა? ეს ჩემი სიტყვები არ არის პროტოპრესვიტერის მისი მაღალ ღირსების მამა გიორგი ზვიადაძის ციტატა არის, რომელმაც ერთ კონფერენციაზე უამრავი უცხოელი იყო იქ და განაცხადა რომ ენა ქართული ენა მეტყველებს ის რომ ხსნის ამ ყოველივეს აი თუნდაც იოანე ზოსიმეს სიტყვები რომ ყოველი საიდუმლო ენას ამას შინა დამარხულია ხო ამას ენასა შინა დამარხულა არის ესე იგი ეს ხო ცარიელი სიტყვები ლიტოლის სიტყვები არა რატომ არის ასე არა იმიტომ რომ ეს ენა ქართული ენა ეს სწორედ იმიტომ რომ ის ფუძე ენის მემკვიდრეა ანუ დასაბამისეული ენა თავის არსში ზუსტად ხსნის ყოველ იმ საიდუმლოს ყველაფერს ფარდას ისე ხსნის რომ ადამიანის პიროვნებამდე მივიდეს ადამიანის გონებას ზუსტად ჩაწვდეს და სწორად შეფასების ესე იგი საშუალება ქონდეს ადამიანს ქართულ ენაზე აზროვნებით ქართულ ენაზე ფიქრითა და ქართულ ენაზე მეტყველებით ზუსტად შეუძლია პირდაპირ მნიშვნელობითა და ზუსტი გააზრებით სიტყვის არსის განსაზღვრება. ყოველი საიდუმლო ამას ენაში დამარხვა არის. ზუსტად შეიძლება ქართული ენით ამოიცნოს ყოველი საიდუმლო და ყოველი არსი თითოეული მოვლენისა, ფაქტისა და საგნებისა. აი ეს ახასიათებს ქართული ენას. აი რომ გავიმეორო ეს მომენტი. ხო არის მთელი ინსტიტუტები მუშაობენ ბიბლიის კვლევაზე. ეს ხომ მხოლოდ ღვთისმეტყველება არ არის, ეს არის ისტორიაც, გეოგრაფიაც, გეოლოგიაც, მედიცინაც და ასე შემდეგ და რომ პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძე მოუწოდა აი ამ უცხოელებს რომ ჩვენს თარგმანში თქვენ ნახავთ უამრავ აი მაგალითადvis ისეთ ფრაზას, ისეთ თარგმანს, ისეთ არსს, ისეთ შინაარსს რა, რომელიც მიგიყვანთ იმ არსამდე და იმ აზრამდე და ასე შემდეგ და ხშირ შემთხვევაში შეიძლება უცხოურშიც იყოს ეს. აი მაგალითისათვის ჩემო გეგა ყველგან მათ შორის ქართულ თარგმანშიც რომ დიდი გიორგი მთაწმინდელი თარგმნის რა ქართულ ენაზე ახსენებს ნოეს კიდობანის დავანების ადგილას არარაც. მაგრამ ისეთი დიდი სწავლული გენიოსი ადამიანი, წესიერი კაცი, მოაზროვნე მოდით ასე ვთქვათ, ქრისტიანი კაცი ჯეიმს კინგი, ინგლისელი მწერალი, მეფე, თარგმნელი, მას მოიხსენიებს როგორც კარდუს მთას. წარმოგიდგენია და ძალიან ბევრი იქ შოტლანდიურ მაგალითისათვის და იქ კელტურ ანუ გაელიკურ ენებშიც თარგმნილშიც არის ესეთი რამე ნახსენები რომ ეს არის კარდუს მთა და აი გეგამ ახსენა ხო ჩავეჭიდები რამდენიმე ფრაზას ხო ერთი და იგივე სიტყვაა მაგალითისათვის
სხვადასხვა ენაზე ნათქვამი, ჯორჯიან, ხეორხიან, ჟეორჟიენ, გურძან, გურჯან, გრუზინ, აი ეგრევე მიხვდები რომ გრ ფიგურირებს. ეგრევე მიხვდები რომ ეს ყველა ერთი ფრაზაა. აი კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი ეს ყველანი იგივე ეხლა აი გეგას გამორჩა, შემოევლოს ჩემი თავი რაღაცა დამიტოვა სათქმელად. ეს არის ხალიბი. თუნდაც. ხალიბი და ქალდი, ეს ხალდი და ხალიბი, ხალდე და ხალდი და ქალდი და ასე შემდეგ იგივე ხალიბია. და კიდე კაი მაგას არა, როგორ მაგასაც გვეცილებიან, კარგად გამიგეთ გვიანდელ ეპოქაში გაჩნდა ეს შემოცილებები, რომ კიდე კაი ხალიბობას მაინც არ გვეცილება ეხლა ბევრი და ასე შემდეგ და ყველა მიცის რომ ეს ქართული მოდგმაა რა. აი სადაც ხალიბეთი სამი იყო სხვათა შორის, ეს აი ქსენოფონტემ რო გამოიარა, ერთი ხალიბეთი იყო, სადაც შენ ამბობდი წეღან ამ ქვეყნიური სამოთხის მდებარეობაზე, ეს არის სადაც ზემოსპერია. და იქ ცხოვრობენ, როგორც ამბობს ქსენოფონტე, სუსტი ხალიბები, მერე ძლიერი ხალიბები, სამი ტომი იყო ხალიბებისა. წარმოგიდგენია გეგა, არა საინტერესო რამეა. იქ ხალიბები, ის ხალიბები, ესენი ძლიერი, სუსტი და უბრალოდ ხალიბები იმიტოა მოხსენიებული, ალბათ ისინი ძლავრები იყვნენ რაოდენობრივად, ან ჯარით, ან ასე შემდეგ, მაგრამ ყველას ჰქონდა ტექნოლოგია ოქროს წარმოებისა და ასე შემდეგ. იქ არის ჯადოსნური სოფელი, არის ერკინისი, სადაც ოლთისი უერთდება ჭოროხს, ესეთი ნახევარკუნძულია და თქვენ გაოგნდებით, რომ მიწაში ნაკვეთი ციხესიმაგრეებია. დარანი კი არ არის, ეხლა ყველას დარანი გაახსენდა. დიდი აი 100, 150, 250 კვადრატული მიწისქვეშა ციხესიმაგრეებია, ვიწრო გასასვლელი, დიდი დარბაზი და ასე შემდეგ. აი ეხლა მე მაინც წარმოგიდგენთ ამას, აი ის ნახეთ, ანუ ჩვენი რეზიუმე ეხლა გეგას საუბრისა და ჩემი საუბრისა იყო ისა ჩვენი აზრისა, ჩვენი დასკვნისა, რომ აი ეს პირველი ქალდეა შესაბამისად არის ფუძეერი, ბიბლიაში წერია ეს, სხვაგან კი არ წერია, კარგად გამიგეთ და მე ყველას მინდა გთხოვოთ, რომ ენდოთ აი ამ ისტორიას ენდოთ გამიგეთ და ეს იყო ეს ამომავალი წერტილი, სრულიად დაგაბნევთ, როდესაც დაიწყებთ 200 150 და 100 მილიონის წინანდელი ადამიანიდან რაღაც ისტორიის ძებნას რა. იმდენად დაიბნევით, რომ შეიძლება და აი მაგ შემთხვევაში, მოდით მაგაზე ნუ გავისაუბრებთ რა. შესაბამისად, ეს პირველი ქალდეა. ნახეთ, რამდენ ადგილად დაიშალა. ეს არის აი ჩვენი დიდი რეგიონის რუკაა ეხლა, ხო წარმოგიდგენიათ და აი ამ ადგილას არის კარდუს მთა, არარატის მთა, მას ძალიან ბევრი სახელი აქვს. 40 სხვადასხვა სახელი აქვს სხვადასხვა ენაზე რა, წარმოიდგინეთ და ერთ-ერთი სახელი კიდე ქართლის მთა არის ესა და კარდუს მთა არის და უკვე ქალდეას მთა არის ესა. შესაბამისად, აქ ხო იყო ქალდეა და უთუოდ იყო ქალდეა რა და აქ არის ქალდი და ქალდის კულტი და ასე შემდეგ, რომელიც მოხსენიებულია ასურელების წარწერებში, ურარტუს წარწერებში, ასე შემდეგ ქალდი, ხო ფაქტია რომ იყო ქალდი. შესაბამისად, აუცილებლად იყო აქ არის ჰაკარი, აი სადაც ურმია და უკიდურესი სამხრეთ აღმოსავლეთი თურქეთისა, აი აქაც იყო, ანუ შესაბამისად ქალდია და დღესაც არის, წარმოგიდგენიათ, იქ არის აი ტურაბდინის ეკლესიები ჩაწერეთ, გამაოგნებელია და ადამიანები ამბობენ ქალდეველები ვართო რა. კარგად გამიგეთ, ეხლა ეს რაღაც დონეზე მოწყვეტილები არიან, ასიმილირებულები არიან, ასე შემდეგ მეხსიერებაც აღარ აქვს, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ქვია იქ ქალდეული ეკლესიებს ქვია. აი აქედან მერე სადაც ნისიბისია, სადაც ამიდა იყო დღევანდელი დიარბაქირი, იქაც არის ქალდია. ხვდებით ხო როგორი რამეა. აუცილებლად არის ქალდია, ეს ჩემი და გეგას დიდი აღმოჩენაა. ღმერთმა ხომ იცის, რომ აი მე და გეგამ თავიდან ესე აღმოვაჩინეთ და მე ფაქტად შეება, რომ თურმე სხვაგანაც წერია რა აღმოსავლურ წყაროებში, რომ შანელი ურფა, ანუ ედესას ადგილი არის ქალდეა. უეჭველი ქალდეაა. იქ არის ური, სადაც შესაბამისად მამა აბრაამი დაიბადა. ეს არის აი ესეთი ადგილი. წარმოიდგინეთ, სადაც არის ედესა და აქ მე იბერია მივაწერე, რატო იცით? აი ამის დანახვაზე აქ რო იბერია რა. ზოგი ანიცინის და ზოგი ძალიან მაგრად ღელავს რა, რომ აქაც იბერიაა და ამ დროს სტრაბონი წერს ამაზე, რომ ეს იბერიაა. და სხვა შორის სემიზი არფაქსადმა სწორედ აი მაგ, მე შესაბამისად აი აქ ცხოვრობს აბრაამის მამა, პაპის მამა, პაპის პაპა, რაგავი, ფალეკი, თარა, სერუქი, ნაქორი, აი ყველანი აქ ცხოვრობენ, წარმოგიდგენიათ? და არა
ბაღდადში და არა ნასირიაში. ეხლა გეგას შემოევლოს ჩემი თავი. თქვა ესეთი რაღაცა რომ სრულიად ახალი კაცობრიობის ისტორიისათვის, ანუ 33 საუკუნის წინანდელია, 35 საუკუნის წინანდელია ეგ ქალდია ბაღდადის. და კატეგორიულად არ არის ეგ 55 საუკუნის წინანდელი ქალდია. ხვდებით ხო? აი როგორც მაგალითისათვის თქვენ შეგიძლიათ რომ სადმე გადასახლდეთ და წაიღოთ თქვენი ტოპონიმი, აი მაგალითისათვის სოფელი დააფუძნოთ, ქვეყანა დააფუძნოთ საქართველოს სხვა კუთხეში, ევროპის სხვა კუთხეში და ამერიკის კონტინენტზე და წაიღოთ თქვენი ტოპონიმი, ეგრე ნახეთ რამდენგან არის წაღებული შესაბამისად ეს ტოპონიმი. ერთ-ერთი ეს საოცარი ქალდია, მე მინდა რომ დაგპატიჟოთ ნებისმიერი თქვენთაგანი, აი მე და გეგა მივდივართ მაგალითისათვის, მოდით ეს რამე ვთქვათ, პირობას გაძლევთ, ეს იქნება პირველივე თბილი ამინდები მომავალი წლის მაისში, ივნისში. აი, როდესაც ყვავილობს იქაურობა, ეს არის ჯადოსნური, ეს არის ტრაპიზონის სამხრეთით ქალდია. და მე აი პატიოსან სიტყვას ვიძლევი, პირდებით, რომ უამრავ ადამიანს გავაჩერებ შესაბამისად, უამრავ ადამიანს შევეკითხები და 4-დან ყველა მეოთხე უпростоრეთ, ყველა მეოთხე რა, ყველა მესამე ადამიანი გეუბნება რომ ქალდი ვარ. ეკითხები რომ რა ხარ ეროვნებით, ვინ ახარ ეროვნებით და ადამიანი ეგრევე გეუბნება რომ მე აი ხალთ ის და რომ დაუკვირდები თითქოს გეუბნება რომ ქართლი რაღაც მსგავსი რაღაცა გამიგეთ. ეს არის აი ეს რეგიონი, აი აქ არის ტრაპიზონი და ტრაპიზონის სამხრეთით არის დიდი რეგიონი. აქ არის ქალაქი ტორული, ადრე არდაშა ერქვა, აქ არის ქალაქი გუმიშხანი, ადრე ჭანისა ერქვა და ასე შემდეგ. დიდებს საოცარი ქალდია და ის უკვე მოგახსენეთ, ეხლა უნდა დავცინოთ იმ ადამიანს. ეხლა ერთი ადამიანი მეუბნება რომ აი ეს დაბადებაო და ზოგადად ბიბლიაო, ძველ აღთქმაზეა საუბარი, დაბადებაზეა საუბარი. ებრაელების ისტორია არისო. როგორ შეიძლება ებრაელი უწოდოს ადამიანმა და სემი თუ ებრაელია, მაშინ იაფეტიც ებრაელი, როგორ შეიძლება ერთი ძმა ებრაელი იყოს და მეორე არ იყოს ებრაელი, ხო? ხო, ალოგიკურია, ხო გამიგეთ რის თქმა მინდა. წარღუნამდე შემოგევლოს ჩემი თავი გეგა, ყველა ერთი ერია, ყველა ერთი ენაა, ერთი ოჯახია და ისინი ისე ცხოვრობდნენ, მაინც რო წარმოვიდგინოთ ეს რეგიონი. ეხლა მაგალითისათვის სტატისტიკის ინსტიტუტები არსებობს, რომელიც აი ადამიანის მოსახლეობას ითვლის, გამიგეთ და ეხლა ისინი არ საუბრობენ წარღუნაზე და ესეთ თარიღებზე, მაგრამ აი 50 საუკუნის წინო 14 მილიონი ადამიანი, 12-14 მილიონი ადამიანი ცხოვრობდაო. ზუსტად ეგ ეპოქაა, გამიგე? ეს ადამიანები აი აქ არიან განთავსებულები. ანუ დღევანდელი კავკასია და სამხრეთით ესე ჩამოდის და აქ არის ესეთ კარდუსმთა სხვათა შორის. ესეც კარდუსმთა, აი სადაც არის ტურაბდინი, სადაც არის ნისიბისი, მაღალი მთიანეთია იქა, დაახლოებით 3 კილომეტრნახევრიანი, 4 კილომეტრიანი და იქაც არის კარდუსმთა. წარმოგიდგენიათ, იქაც არის ქალდეას მთა. აი აქამდე ჩამოდიოდა დღევანდელ შესაბამისად, სადაც არის აი ეს მხარე ურმის სამხრეთი და აი აქამდე ჩამოდიოდა ეს საცხოვრისი ფუძე ერისა. და მერე უკვე შესაბამისად გაფანტვა რომ მოხდა, კარგად გამიგეთ, ეხლა მათ ბევრი ენა დაავიწყდა, ცხადია, მაგრამ ისეთი ფრაზები, ისეთი სიტყვები, როგორიც ქვეყნის სახელია, სამშობლოს სახელია, ერის სახელია წაიღეს. და შეიძლება ძალიან ბევრგანაც შეხვდეთ. მე აი ეს უკვე შემდეგ გადაცემებში ვისაუბროთ. იქ რო დასავლეთ ევროპაში რო არის იბერთა კვალი, აი მაგ თემაზე მინდა გესაუბროთ და იბერიის სიტყვა იბერის და იბერიის წარმოშობაზე მინდა ვესაუბრო და კლიმენტი ალექსანდრიელის ახსენებს პირინეის იბერიას. კი, ახლა კარგად გამიგეთ, იბერია ქვია სიბერია, იგივე ციმბირი. არ შეიძლება რომ იქ გამოიღო ეს ფუძე სიბერიიდან იბერია. და იქით ხო არის და არის ჰიბერნიანი არის, შესაბამისად ჰიბერნიანი არის დღევანდელი ბრიტანეთის კუნძულის ჩრდილოეთი, სადაც შოტლანდიაა და კუნძული იბერია ქვია ირლანდიას. წარმოგიდგენიათ, პორტუგალიაც იბერიაა და ესპანეთიც იბერიაა და ბერბერებიც იბერიელები არიან მაღალი ალბათობით. ეხლა რაღაც დონეზე ეს კვლევის საგანია, მაგრამ იბერ და
შესაბამისად სად აღარ განივცუ ეს ერი. როგორც აი მაგალითად ქალდეა განივცუ, აი ამ ტერიტორიაში და უკვე ჩამოგითვალეთ რომ 6-7 ქალდეაა, გამოუგნებელი რაღაცას გეუბნებით, ხო? თუ რა, აი წეგან ვიკიპედია ახსენა რა. კარგად გამიგეთ ახლა, ნუ ვართ ის ეპოქა, როცა ადამიანი შეიძლება ვიკიპედიიდან საუბრობდეს და იხედებოდეს რა. ცოტა უფრო სხვა წყაროებიც არის აძებნი და თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდა, გეგას მოძებნაც არ არის რთული, ჩემი მოძებნაც არ არის რთული, გნებავთ სატელეფონო ზარი, გნებავთ კომპიუტერული მიმოწერა და გნებავთ პირისპირ შეხვდებით და აგიხსნით და მოგცემთ იმ მასალებს რა. რო აი აქ რაც ჩამოგითვალეთ, წარმოიდგინეთ ახლა აქედან აქამდე 1500 კილომეტრია, ხო? აქედან აქამდე 1700 კილომეტრია, ხო? 2000 კილომეტრია და როგორ შეიძლება რომ ერთნაირი ტოპონიმები იყოს? ვიმეორებთ რომ ეს არის ფუძე ერის დროინდელი ხალხის ჩატანილი აი მაგალითად ერთ რამეს შევეხოთ კიდე რა. ფუძე ერის განვრცობა. ფუძე ერის განვრცობა. აუცილებლად გეგას შემოვევლოს ჩემი თავი რომ ამას ხაზს უსვავს ერთხელ მეორედ მესამედ რომ ფუძეერი ვართ ჩვენც მცხეთელები და ფუძეერი არის ედესაში მცხოვრები, ედესაში სადაც ჩანლი ურფა, სადაც გობეკლი ტეფეა და სადაც შესაბამისად ქალდეას სოფელი იყო, იქ მცხოვრები ადამიანები. ანუ 1200 კილომეტრია. 1000 კილომეტრია, გამიგეთ? მაგრამ მთელი ხალხი აქ იყო კონცენტრირებული. და ეს მართლაც საცხოვრისი უნდოდა იმ ეპოქაში 12-13 მილიონი ადამიანს. და აი ამ 12-13 მილიონი ადამიანიდან მოდით ახლა რაღაც დონეზე რომ რიცხობრივად მიგახვედროთ 11 მილიონმა, 11 მილიონმა სიტყვაზე დაიწყო გოდოლის მშენებლობა. ყველამ, აი მე მინდა კიდე ერთხელ გითხრათ, გეგასაც უამრავჯერ ვათქმევინო ეს არა, სადაც მოხდება, რომ ჩვენ არა ვართ ბაბილონის გოდოლის მონაწილეები. რამხელა ბედნიერებაა რა და ზოგს ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეპოქა იყო, რომ თბილისიდან ფოთამდე იყო რა, ძალიან დიდი გზა, ხო გამიგეთ და წარმოუდგენელი გზა იყო თბილისიდან ტრაპეზუნთამდე და წარმოუდგენელი გზა იყო თბილისიდან რომამდე და წარმოუდგენელი გზა იყო თბილისიდან ამერიკამდე და დღეს ესეთი დამოკლებულია, ხო, მანძილები. ანალოგიურად შესაბამისად ისტორიას ესე დაპატარავდა ხალხო და ნუ წარმოიდგენთ აი ამ წუთი სოფლის უკვე შემხედვარეები რო ვართ და აი ამ აჩქარებულ დროში რო ცხოვრობ და საოცარ მოძრაობაში და საოცარ ეპოქაში რო ცხოვრობთ, ნუ თუ ესე შორს არის შესაბამისად 40 საუკუნის წინანდელი ადამიანი აბრაამი, ნუ თუ ესე შორს არის 43-44 საუკუნის წინ მცხოვრები ადამიანი ქართლოსი, ეგროსი, რეალური ადამიანები, ნამდვილი ადამიანები, საამაყო ადამიანები. აი ისიც ბარემ ისიც დავძინოთ რომ ნებროთზე გქონდა ჩვენ საუბარი, მიდეას ქვეყანა დასტურდება ძველი წყაროებით, რომ თავდაპირველად ის არეალი ქართულენოვანი იყო. ანუ ისიც ფუძე ენისა და ფუძე ერის საცხოვრისი იყო. შემდეგ ხდება იქ სხვა ტომთა მოსვლა. ძველი სპარსები. ძველი სპარსები. ნებროთი აშკარად ქართულენოვანია და ფუძე ერის წევრია, რომელიც არ მიდის გოდოლის შეებლობაზე, ანუ ენათ აღრევაში. მე ჰაოსი კლავს, მაგრამ აღრევაში ის არ არის აღრეული. ანუ ნებროთი რჩება ფუძეში. ხო, ნუ ეხლა კარგად გამიგეთ და ცალკე მეფეა ესა და მე ღვთისგან არის კურთხეული რა, მისი მეფობა ეს ერთი. ხო მეთანხმები. როგორც შეიძლება მეფეებს შესაბამისად პირველი მეფე კაცობრიობისა არ იყოს და მე ახლა ზოგი ისე ემტერება ქართლის ცხოვრებას და ბიბლიას, როგორც სოფლის მეურნეობა ფაროსანას სამწუხაროდ, საუბედუროდ და სამარცხვინოდ. მაგრამ ქართლის ცხოვრებაში წერია, ჯუვანშერში წერია, რომ მაცხოვარი პოულობს რა ამ ადამიანს ჯოჯოხეთში ამოყავს იგი ნებროთი, წარმოგიდგენიათ? ამოყავს და შესაბამისად ამოყავს რა ჯოჯოხეთიდან და აყავს რა სამოთხეში. წმინდანია. ქართლის ცხოვრების მიხედვით, კარგად გამიგეთ და ის როშ, მაგრამ ზოგი ადამიანი კი რა საბჭოთა ისტორიოგრაფია, ჩემო გეგა, ისე განვიცდი, მასხარად იგდებს ვიკიპედიაში ნახეთ რა, ბოლო ვიკიპედიაში ნახეთ, როგორ ყავს მოხსენიებული ვიკიპედიას თუ საბჭოთა ისტორიოგრაფიას თუ ასე შემდეგ თეიმურაზ ბატონიშვილი. გამფეტიშებელი, რომანტიკოსი
რაღაც აი მეზღაპრე და ასე შემდეგ. ეს ადამიანიც ამბობს, რომ შესაბამისად არ არის ბაბილონის გოდოლზე ნამყოფი ნებროთი. ეს საოცარი ადამიანი, ეს საინტერესო ადამიანი, ეს ღვთისგან კურთხეული ადამიანი, ეს მეფე ადამიანი, ეს ურბანისტი ადამიანი, ეს ქალაქების მშენებარი ადამიანი. მან ააშენა ქალაქი ბაბილონი და არის ესეთი წიგნი, კარგად გამიგეთ, ეს არ არის კანონიკური წიგნი, მაგრამ იმთავითვე არ ნიშნავს, რომ ყალბია. აპოკრიფული წიგნია, სახელოვანი წიგნია. იუბილეთა წიგნი ქვია რა, შესაბამისად და ამ იუბილეთა წიგნში არის მოხსენიებული, რომ ბაბილონია არის ქვეყანა და ამ ბაბილონიაში არსებული არის სადღაც, მოდით ასე ვთქვათ, რომელიღაც წერტილში გოდოლი. და ეს არ არის აუცილებლად, რომ იყო ქალაქ ბაბილონში. ანუ ქვეყანაა და ამ ქვეყნის გოდოლია ეს. და არა ქალაქის გამიგეთ და შესაბამისად კლიმენტი ალექსანდრიელი ახსენა და სტრომატა ახსენა მისი და ასევე ამ წიგნის რამდენიმე გადამწერი, რომელიც ეს იმას ნიშნავს, რომ თან ისტორიკოსია, თან გადამწერია და უпроწოდ გადამწერი კი არა, იმის მიხედვით რომ წერს ადამიანი თავის ისტორიას, იპოლიტე, მაგალითისათვის იულიუს აფრიკანუსი და ასე შემდეგ. ისინი ახსენებენ ესეთ გრამეს, რომ ესენი აშენებენ ბაბილონის გოდოლს და ამ დროს არ არის იქ ნახსენები სადღაც, მაგრამ ნახსენებია, რომ ნადირობს და ამით მოიპოვებს საკვებს შესაბამისად ნებროთი და თურმე იგი კი არ მონაწილეობს უბრალოდ თავის ხალხზე, თავის ერზე, თავის კაცობრიობაზე, თავის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფუძე ერზე სანამ დაინგრეოდა ეს ერთენოვანია, ზრუნავს, რომ ისინი უზრუნველყოს საჭმლით, სასმელით. და მაგალითისათვის აი ამ ხორაგით, რასაც ქვია, მოკლული, ნანადირევი, უამრავი შესაბამისად პური მიაწოდოს, საჭმელი მიაწოდოს და ასე შემდეგ. და მე ახლა კარგად გამიგეთ, რატომ მოხდა ეს ამბავი, რომ აი ეს ფუძე ერში მოხდა, მაგრამ იცით რა არის ჩემო გეგა? ეს ბაბილონის აღრევის შემდეგ მოხდა შეიძლება ეს უეჭველი ეს შეტაკება ჰაოსსა, ანუ თარგამოსიანებსა და ნებროთს შორის. ხომ მეთანხმები? ანუ ბაბილონის შემდგომი ეპოქა ნოე აფრთხილებს თავის თაომავლობას, რომ არ იბრძოლოთ ერთმანეთში, არ დაასისხლი, არ დაღვაროთ, იგივე დაგემართებათ, რასაც სხვას დამართებთ და ასე შემდეგ და აი უკვე ბაბილონის აღრევის მერე იწყება ეს დაუნდობელი ეპოქა, გამიგეთ, სისხლისღვრებისა და მერმენდელი ამბავია და არა მანამდელი ამბავი, სანამ ბაბილონი აიგებოდა თარგამოსიანების, თორღამესიანების, მე ასე მიყვარს თქმა, მხრიდან მოკლა ამ ადამიანისა. შესაბამისად, ეხლა შემდეგ გადაცემაში მე უკვე მინდა ვისაუბრო იბერიაზე და გავბედო და გითხრათ, საიდან გაჩნდა სიტყვა იბერი და დავიწუნო ის ფრაზა, რომელიც არის გაბატონებული თუნდაც საბჭოთა ისტორიოგრაფიაში, რომ ვიღაცა აღმოაჩინა აი სადღაც ურმიის ტბის მაღლა, კასპიის ზღვის დაბლა, სადღაც წარწერა ვარუჯან და აი ამ ვარუჯანიდან შედგა ჩვენი სახელი იბერი რა. და აბსურდი, სრულიად აბსურდი. დავიწუნოთ ეს აზრი, გადავხაზოთ ეს აზრი და როგორც ახლა აი ქალდია განივცო, მაგრამ აი ამ ჩარჩოშია მოქცეული კავკასია და კავკასიის დაბლა, შუამდინარეთი და შუამდინარეთის მაღლა, ურმიასევანი და მისი დასავლეთი და აი ამ ტრაპიზონი და ტრაპიზონის სამხრეთით შესაბამისად უკვე რამ გამოიწვია იბერიის გავრცობა, ამაზე ვისაუბროთ შემდეგ გადაცემაში. მოდი რეზიუმესავით გააკეთე ახლა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ დღეს აი ესე ლექსივით რომ მოყევი ეს სიტყვები, ეს ფრაზები შემოგევლოს ჩემი თავი. თავარი ჩვენი სათქმელი ამ ყოველივედან მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ უნდა ვუარყოთ გაბატონებული ის ცრუ ისტორიული სიყალბეები, რასაც ესე იგი ბოლო მე-20 საუკუნის ისტორიოგრაფია თავს გვახვევს, საბჭოთა ისტორიოგრაფია
გარეშე გარკვეული არაწმინდა არაკეთილი ძალებისგან თავს მოხვეული და უნდა ხმამაღლა და მტკიცედ აი ამ აზრზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც აბსოლუტურად ყოველ ისტორიულ არგუმენტს ეყრდნობა და რომელიც არის ცხადი და ნათელი ყველა კვლევაზე დაყრდნობით. სხვა შორის გიორგი ანდრიაძემ ჩაატარა გენეტიკური კვლევა და მისმა გენეტიკურმა კვლევამაც დაადასტურა, რომ ჰაპლოჯგუფები G2 და G2 გაჩენილი არის ვანის ტბის მიდამოებში. იქ, სადაც სწორედ არის პირველი ქალდია, ის ფუძე, ის გენეტიკური კოდი, რომელსაც მე პირადად ანალიზი მაქვს ჩატარებული გენეტიკური და G2 ჰაპლოჯგუფის მატარებელი ვარ. ანუ ის ჰაპლოჯგუფი, რაც მე დომინირებს ქართულ ეთნოსში, G2, G2 და ამას აქვს მე თავისი ქვეჯგუფები, მაგრამ ეს ორი არის ძირითადი ეს ჰაპლოჯგუფი თავის ქვეჯგუფებით, რომელიც დაბადებული არის ვანის ტბის მიდამოებში 5000 წლის წინ დაახლოებით. აი ესეთია კვლევის შედეგი, რაც ჩაატარა გიორგი ანდრიაძემ. ანუ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ეხლა ამ წინებზეც ვამბობდი ერთგან რომ ეხლა $150 ღირს უფრო დეტალური კვლევები ეხლა კარგად გამიგეთ მაგისი არსებობს იმ დონეზე თუ რომელ გვარებთან გაქვს კონტაქტი გამიგე 7 8 10 15 თაობის წინ ხო წარმოგიდგენია რა დონეა და როცა ეს გაიაფდება და აი ამ $200-დან ჩამოვა დაახლოებით 20 ლარის ეკვივალენტზე ყველა გაიკეთებს გამიგე საქართველოშიც მსოფლიოშიც და ასე შემდეგ და უკვე ძალიან მარტივად მივხვდებით ნათესაობას მიგრაციებს წარმომავლობას და ასე შემდეგ და იქნებ მაგან მაინც დაგვანახოს რა ჩვენი ძირძელობა პასეულობა ყველა ჩვენი არგუმენტი მიდის ერთ მთავარ წერტილამდე რომ კარდუს მთის იგივე არარატის მთის ვანის ტბის ურმის ტბის სევანის ტბის და სამხრეთ კავკასიის მთელი ეს რეგიონი არის ის ფუძე ქვეყანა ფუძე ერი და ფუძე ენა საიდანაც იწყება კაცობრიობის ისტორია წარღვნამდეც და წარღვნის შემდეგაც და სწორედ აქედან ხდება გამრავლება. გენაცვლელი და ქალდია ქართლია. აი ეს ქალდიაა ქართლი. პირველი ნოესეული ქალდიაა ქართლი, გამიგეთ? და ზოგი რო შესაბამისად ცოტა ხმას უწევს, ხმას დაუწიოს არ არის საუბარი, რომ ბაღდადელობაზეა ჩვენგან წარმომავლობა და ნასირიელობაზეა წარმომავლობა და ამ შემდეგ. ჩვენ ერთადერთი ერი ვართ, რომელიც აქ დავიბადეთ, აქ ცხოვრობთ, აქ გამრავლდით და ამენაში ვართ. ისევ იმენაში ვართ, წარმოგიდგენიათ, ამას მე კი არ ვამბობ, გენიოსი და აკადემიკოსი თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს, დიდი ადამიანი და მე და გეგა ბედნიერები ვართ, რომ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ვიმეორებთ. თეიმურაზ ბატონიშვილის აკადემიკოსის სიტყვებს ვიმეორებთ. კირიონ მეორე საძაგლიშვილის სიტყვებს ვიმეორებთ. დიდი მადლობა ღმერთო, რომ მასწავლებლად აი ვცდილობ რომ მასწავლებლად ჩემს დამკვალიანებლად ვაქციო ეს ადამიანი. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძის ჩვენი დროის ივანე ჯავახიშვილის სიტყვებს ვიმეორებთ. ხალხო და გვეწვიეს. ჩვენი პატრიარქის, მართლაც გენიოსი ადამიანის, ძალიან მრავალმხრივი ადამიანის სიტყვებს ვიმეორებთ. ალექსანდრე ხახანაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, გრიგოლ რობაქიძე, რამდენი ადამიანი ჩამოვთვალ. ბიბლიის სიტყვას ვიმეორებთ. მოდით ვიმსჯელოთ რა. დიდი მადლობა, გეგა. დიდი მადლობა მეგობრობისათვის. ესეთი კაი ქართველი რო ხარ, ესეთი სანდო ადამიანი რო ხარ, პიროვნულადაც, ორგანიზაციულად, სამეცნიეროდაც. შენ შემოგევლოს ჩემი თავი, ისე რაღაც დონეზე ახლა გადახვევასავით გავაკეთოთ რა. გეგა არის მაინც ნათესაობა რო იპოვოთ რა, ჭიათურიდან არის წარმოშობით, ხან თბილისში ცხოვრობს, ხან იქ ცხოვრობს, ხან კახეთში ცხოვრობს. ხო ხდებით რის თქმა მინდა, დავმეგობრდეთ, იპოვეთ სანათესაო კავშირები. მე თან თბილისელი ვარ, თან ატენელი ვარ, ჩემი დედულეთი სამტრედია არის. უпроსორეთ ტობანიერია სოფელი დიდებული ვანის რაიონი და იქიდანაც აღმოვაჩინოთ ესეთი კონტაქტები და მე ესეთი ხაზები გავავლოთ ჩვენ ქართველები ერთადერთი ერი ვარ დედამიწაზე რომელიც ყველას ნათესავია ხო მეთანხმები ყველას ნაცნობია ყველას ახლობელია და ეს არის სასწაული ფასეულობა უამრავი ერი არსებობს რომ ერთმანეთში ესეთი ნათესაობები არა აქვს გინდა 1 მილიონიანი გინდა 9 მილიონიანი გინდა 100 მილიონიანი და აი ამ ფასეულობას გავუფრთხილდეთ რა რომ 45-47 საუკუნის წინანდელი ერი ვართ და 45-47 საუკუნის წინანდელ ენაზე ვლაპარაკობთ რა შემდეგ გადაცემაში ენაზე და იბერიელობაზე ვიმუშაოთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი როცა მე და ბატონ გია ასათიანს და იმ გადაცემაში გეგა ხვედელიძესაც დავაპატიჟებთ ხოლმე გვექნება გადაცემები ონლაინ გადაცემები ნებისმიერი კითხვა დასვით რა
ნებისმიერი კითხვა დასვით, ესეც კიდე ერთ-ერთი საშუალება იქნება ჩვენთან კონტაქტისა. გამოდით კონტაქტზე გეგაზე, აი სოფელი ჩამოვთვალე, ქალაქი ჩამოვთვალე, უბანი ჩამოვთვალე, რაღაცნაირად დაგვეკონტაქტეთ, დაუმეგობრდეთ რა ერთი მიმართულებისა და ერთი ფასეულობის ხალხი მაინც. დიდი მადლობა, შენ შემოგევლო, შემითავი, ჩემო ძმაო, გეგა ხვედელიძე. მშვიდობას გისურვებთ. მშვიდობა გქონდეთ, წარმატება გქონდეთ.